ქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად და მისი სისუფთავის შესანარჩუნებლად ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება სისტემატიურად ახორციელებს სამუშაოებს. მიმდინარე საქმიანობის პარალელურად აღნიშნული ორგანიზაცია ოპერატიულად რეაგირებს მოქალაქეების თხოვნაზეც. რუსთაველის ნომერ 21 კორპუსის მაცხოვრებელთა სახელით მიღებული კოლექტიური განცხადების საფუძველი მათ ეზოში არსებული საავარიო მდგომარეობა გახდა. დიდი ჭადრისხე, რომელიც მიწიდან სანახევროდ მოთხრილი იყო, საშიშროებას უქმნიდა ახლო მდებარე მანქანების სადგომებსა და თვითონ მოსახლეობასაც. სწორედ ამასთან დაკავშირებით კომუნალური გაერთიანება სპეცტექნიკით დასუფთავების სამსახურთან ერთად გამოცხადდა რუსთაველის ქუჩაზე. მოხდა ავარიული ხისა და მის გვერდით არსებული კიდევ 2 ჭადრის გადაბელვა და დამუშავება. გარდა ამისა, ეზოს მიმდებარედ არსებულ სკვერშიც მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. აღნიშნული დასასვენებელი პარკით რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა სარგებლობს. აქ მუდმივად ბავშვებისა და ახალგაზრდების სიმრავლეა. როგორც დასუფთავების სამსახურის უფროსმა მათე სოფრომაძემ აღნიშნა, წელიწადში 2-3ჯერ ხდება ქალაქში არსებული ყველა სკვერის მოწესრიგება, რათა მოქალაქეებს სუფთა და სასიამოვნო გარემო დახვდეთ. მივმართეთ კომუნალურ სამსახურს, თხოვნით, რადგანაც ეს ხეები, რომელიც დღეს მოიჭრა, იყო ავარიულ მდგომარეობაში საშიშროდ და თავის დროზე რეაგირება მოახდინეს და კმაყოფილი ვართ მათი მუშაობით. რუსთაველის 21-ის მცხოვრებლებმა მივმართეთ კომუნალურ გაერთიანებას, რომ იყო ბინაში საშიშროება ხეებთან დაკავშირებით და ექსტრემალურად მოხდა მისი ბატონ ავთანდილ გვენეტაცის უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა ძალიან დიდი სამუშაოები და მადლობას ვუხდით კომუნალურ გაერთიანებას და ყველა მის თანამშრომლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ აქციის განხორციელებაში. მოსახლეობის მიმართ შემოსული იყო წერილი, რომ ერთი ხე იყო ძალიან საავარიო მდგომარეობაში იყო, შესაძლებელი იყო კორპუსებს ხარიანობაში რაღაც სტექიებთან გამომდინარე ყოფილიყო დაზიანება კორპუსების. და შესრულდა სამუშაო, პლუს მიმდინარეობს სამსკვერის გასუფთავება. მინდა რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული და ლამაზად და ყოფნა და სუფთა ქალაქი იყოს, რომ მაყოფილი იყოს მოსახლეობაც, ტურისტები და